შენი რეალობა იქაა, სადაც შენი ყურადღებაა. თუ მხოლოდ დაცემას ეძებ, დაინგრევი. თუ სინათლეს დაუწყებ ძებნას, თავად გახდები სინათლე. სამყარო გავს უზარმაზარ სარკეს, ის ყოველთვის იმას გვიბრუნებს, რასაც ჩვენ თავად ვეძებთ მასში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყურადღება არის ფანარი ბნელ ოთახში. რასაც ამ ფანარს მიანათებთ, მხოლოდ ის გახდება თქვენთვის რეალური. ოთახში შეიძლება იდგეს უზარმაზარი ნახატიც და იდოს ნაგვის პარკიც. თუ თქვენი ფანარი მხოლოდ ნაგავს ეძებს, თქვენი რეალობაც ნაგავი იქნება. არა იმიტომ, რომ ნახატი იქ არ არის, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ის არ აირჩიეთ დასანახად. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე ბედნიერ წუთებშიც კი ეძებენ იმ ერთ პატარა დეტალს, რაც ყველაფერს გააფუჭებს. ისინი თითქოს სპეციალურად ნადირობენ სხვის შეცდომებზე, ნაკლზე ან სიმახინჯეებზე. რატომ? იმიტომ, რომ როცა გარეთ ყველაფერი ცუდია, მათ საკუთარი თავი უფრო მართალი გონიათ. ეს არის შინაგანი სიცარიელი, რომელიც მხოლოდ ნეგატივით იკვებება. ასეთი ადამიანი ყველგან იპოვის მიზეზს, რომ უკმაყოფილო იყოს. მაგრამ არსებობს სულ სხვაგვარი ხედვაც. ეს არის უნარი, რომ ყველაზე ნაცრისფერ დღეშიც კი დაინახო ერთი სხივი. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ ხედავ, უბრალოდ შენ ირჩევ მათზე არ გაჩერდე. ეს ადამიანი ნანგრევებშიც კი ხედავს მშენებლობის შანსს, ხოლო რთულ ადამიანში მის დაფარულ კარგ მხარეს. ის ეძებს იმას, რაც აშენებს და არა იმას, რაც ანგრევს. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს არჩევანზე დადის. რას ეძებ? იმას, რაც გულს გაგიტეხს თუ რაც ძალას მოგცემს? რას ამჩნევ? სხვის შეცდომას თუ სხვის მცდელობას? სამყარო არ არის არც კარგი, არც ცუდი. ის უბრალოდ არის. ჩვენი მზერა კი მას ფერებს აძლევს. ადამიანი, რომელიც ყველაფერში კარგს ეძებს, სინამდვილეში საკუთარ თავს ეხმარება. ის თავად ხდება უფრო მშვიდი და ბედნიერი. ხოლო ის, ვინც მხოლოდ ცუდს ხედავს, პირველ რიგში საკუთარ თავს წამლავს. შენი ხედვა, შენი ბედისწერაა, რასაც დაინახავ სხვებში და გარემოში, ზუსტად იმას ატარებ შენ სულშიც. უფალმა კეთილგზაზე გატაროთ.